ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვით ადრე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისაგან არჩევნებში მონაწილეობაზე უარია. მიზეზად მოქმედ საარჩევნო სისტემას და ადმინისტრაციას ასახელებენ. აღიარება უჭირთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ მომავალ არჩევნებში საკუთარი ძალების მოსინჯვაც აღარ სურთ. ამ მოცემულობაში მიიღებს მონაწილეობას არის რა თქმა უნდა ივანიშვილის ასე ვთქვათ თამაში შეყოლა და ივანიშვილის თამაში შემყოლი ოპოზიცია. არჩევნები უნდა ჩაინიშნოს ბევრად მალე, ვიდრე იქნება თვითმმართველობის არჩევნები და ამ გადაწყვეტილების მიღება ბიძინა ივანიშვილს მოუწევს. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც საარჩევნო მარათონში ჩასართავად მზად არის, გირჩია. ამბობენ, რომ ამისათვის უკვე კამპანიაც დაიწყეს. თუ ეგრეთ წოდებული თავის თავს როძახიან ბარიერ გადალახული პარტიები არ მიიღენ მონაწილეობას, სხვა პრობლემა გვექნება, რამდენი ადამიანი ვიპოვოთ, რომ საკრებულოში გავიყვანოთ. ვიცი, რომ ჭორების დონეზე ასე თქვა, რომ ელოდებიან ვინ იტყვის პირველი, რომ მას ქოცები დაუძახონ და მერე თქვან, რომ ისინი უკვე იღებენ მონაწილეობას და ბარემჩაც მივიღებთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარს შიში დაარქვა მმართველმა გუნდმა, თუმცა ოპონენტებს მაინც ურჩევენ დამარცხების შიში დაძლიონ. საკუთარი პოლიტიკური ფასი არჩევნებზე კიდევ ერთხელ გაზომონ. მათ არ აქვთ არავითარი შანსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ რომელიმე მუნიციპალიტეტში, რომელიმე მერის არჩევნებში, ან რომელიმე საკრებულოს არჩევნებში. ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და ყველა მუნიციპალიტეტში 64 მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგებას. არანაირი შანსი არ აქვთ იმის, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. შესაბამისად ისინი აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს, რომ არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს მათი გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული ოცნება დღეს ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი, ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ქვეყანაში. თუ ვინმეს აქვს იმის კიდევ ერთხელ ამბიცია, რომ გაზომოს თუ რას წარმოადგენს და ვისი სახელით ლაპარაკობს საერთოდ პოლიტიკურ სივრცეში, აგერ ადგილობრივი არჩევნები და მე ყველას მოუწოდებდი, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ამტკიცონ, რომ მათ აქვთ უფლება, რომ დაბრუნდნენ პარლამენტში, როდესაც შემდგომში იქნება საპარლამენტო არჩევნები. მერებისა და საკრებულოების ასარჩევად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება. პოლიტიკურ პარტიებს მოსამზადებლად 7 თვე აქვთ.